სანამ ოპოზიცია შიგნით ვერ თანხმდება, შიდა პოლიტიკურ პროცესებზე კომენტარი გარედან კეთდება. ამ კონტექსტში მთავარი მოქმედი პირი ევროკავშირის ელჩია, რომლის განცხადებამაც თბილისში მწვავე რეაქცია გამოიწვია. პაվել ჰერჩინსკიმ საკუთარ გამოსვლაში საქართველოს ბნელ წარსულში დაბრუნება უწინასწარმეტყველა. ისაუბრა ძალადობის, სამოქალაქო დაპირისპირების და სიღარიბის სცენარებზე. ეს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ბრიუსელის მითითებებს არ გახვდება. ხელისუფლების შეფასებით ასეთი ფორმულირებები დიპლომატიური ჩარჩოს მიღმა და წინააღმდეგობაში მოდის ვენის კონვენციის პრინციპებთან, რომელიც ელჩებს მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობას ავალდებულებს. მომხდარს უკვე მოჰყვა რეაგირება. ელჩი, რომელიც ევროკავშირის 27 ქვეყანას წარმოადგენს, საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული. მას საკუთარი განცხადებების განმარტება მოუწევს. ლიკა ალელიშვილის რეპორტაჟი. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს ეკუთვნის საქართველოს ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ასე გამოიყურება ისტორიული ტრაუმების გამოყენება პოლიტიკური წნეხისთვის და მუქარა საქართველოს ბნელ წარსულში დაბრუნებით. ევროკავშირის ელჩმა განცხადება ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გააკეთა. მისი ციტატები კი ნეტგაზეთმა გაავრცელა. პაվել ჰერჩინსკიმ ახსენა სამოქალაქო ომიც. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველოს და შესანიშნავი თბილის სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. რა ხდება მაშინ, როდესაც სტუმარი მასპინძლის დაშინებით არის დაკავებული? დიპლომატის განცხადებას დიპლომატიური რეაგირება მოჰყვება. ბრიუსელიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ ევროკავშირის ელჩს საგარეო უწყებაში მისვლა და განმარტება მოუწევს. მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კი მას ხელისუფლების პოზიციას გააცნობს. ევროკავშირის ელჩის განცხადება მმართველ გუნდში უკვე შეფასდა ღია მუქარად. ჩვენ არ გვიჭირს პაվել ჰერჩინსკისთან კომუნიკაცია და რა თქმა უნდა გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ სწორედ იმ საკითხებზე, რამაც გამოიწვია სამართლიანად ქართული პოლიტიკური საზოგადოების აღშფოთება. შემაშფოთებელია ევროკავშირის ბიუროკრატიის დღევანდელი დამოკიდებულება საქართველოსთან და შემაშფოთებელია ნამდვილად მუდმივად უგულვებელყოფა ქართული ხალხის ინტერესების და ქართული ხალხის არჩევანის მაშინ, როდესაც ასე ხშირად ხდება სწორედ ქართული ხალხის ინტერესებით სპეკულირება და ახლაც გვესმის ბრიუსელიდან ასეთი სპეკულაციები. ის, რაც მმართველი პარტიისთვის შანტაჟი, ვენის კონვენციის დარღვევა და პოლიტიკაში უხეში ჩარევა, ევროინტეგრაციისკენ დაბრუნების მოწოდებაა ოპოზიციისთვის. ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და მოქმედი წევრები ამტკიცებენ, რომ პაվել ჰერჩინსკიმ ევროპული მომავლის ალტერნატივად ძალადობის, სამოქალაქო ომისა და სიღარიბის წარმოჩენით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრიუსელის გადაწყვეტილებები დაანონსა. ახლა არა მხოლოდ მსუსხავი ეფექტის ნაბიჯებს ვიხილავთ, არამედ დამანგრეველი ძალის გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ბრიუსელში, რომელშიც მოყვება აი ამ ნანგრევებში მოყვება მთლიანად ქართული ოცნება. გულისხმობდა რამე გარკვეულ შეზღუდვებს თუ აი რას გულისხმობდა? არა მხოლოდ სანქციებს, მათ შორის იქნება სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ქართული ოცნება დაუბრუნდება დემოკრატიულ გზას, ევროპულ გზას, ან არა მათ წინააღმდეგ ამუშავდება ყველა ის ბერკეტი, რაც გააჩნია ევროკავშირს. ეს არის ის განცხადება, რაც ჰერჩინსკიმ იგულისხმა და შესაბამისად ევროკავშირი გამოიყენებს ყველა ბერკეტს, რაც მათ ხელთ არის, მათ შორის ეს იქნება სანქცია, ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმების გაუქმება თუ კანდიდატის სტატუსის გაუქმება. მეგობრები არა მეგობრულად არ საუბრობენ, დიპლომატები კი არა დიპლომატიურად არ იქცევიან. ევროკავშირის ელჩს წერილობით უპასუხეს პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის ლიდერმა. ელჩის ნათქვამში ხელისუფლების შეცვლის მკაფიო სურვილი ამოიკითხა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა გაიხსენა ჰერჩინსკის მიერ ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების წინ გაკეთებული მოწოდებაც, რომლითაც ოპოზიციის მხარდაჭერით ქართულ ხალხს მძიმე წარსულში დაბრუნებისკენ უბიძგებდა. დედაქალაქის მერის თქმით კი ბნელ წარსულში დაბრუნებად ვერ შეფასდება პოლიტიკა, რომლითაც ქართული ოცნება ტრადიციებს, ეროვნულ იდენტობას და სუვერენიტეტს იცავს. თუ აქამდე რაღაცა შენიღბულად, შეფუთულად ვიღაცეები მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ, აგერ პირდაპირ გამოვიდა და ისაუბრა სამოქალაქო დაპირისპირებაზე და ომზე. პირდაპირ დაემუქრა ქართველებს და დაემუქრა ქართულ სახელმწიფოს. ეს არის ძალიან მძიმე. ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, სუვერენული სახელმწიფო
ჩვენ გვჭირდება მეგობრები, გვჭირდება პარტნიორები და არა ბატონები და რაღაც თითის მგნეველები. ეს არის პირდაპირ მუქარა ქართული ხალხის წინააღმდეგ და ქართული ხალხის მიმართ მუქარა სამოქალაქოებით და გაღარიბებით. ეს არის უბრალოდ სამარცხვინო. როდესაც ასე ემუქრება ევროკავშირის ელჩი ხალხს, ეს უბრალოდ შეფასებასაც კი არ ემსახურებს. ჩვენ ქვეყანაში გამოვიარეთ რევოლუციის მოწყობის 5 მცდელობა 4 წლის განმავლობაში. ბატონი ელჩი გამოდიოდა საპარლამენტო არჩევნების წინ და ქართულ ხალხს მოუწოდებდა ნაცების დაბრუნებისკენ. პირდაპირ მოუწოდა დამობილიზდეთო, გაუშვით ეს ხელისუფლება და მოაბრუნეთ ხელისუფლებაში ნაცებია. ხო პირდაპირ მოუწოდებდა ამისკენ ქართულ ხალხს, ანუ ქართულ ხალხს ის პირდაპირ თავისი მოწოდებით აბრუნებდა სისხლიან, სწორედ რომ ბნელ 9 წლიან წარსულში. სად გადის ზღვარი დიპლომატიურ ეტიკეტსა და მუქარას შორის, რომელიც ევროსკეპტიკოსებს უფრო აძლიერებს. განმარტებების გაკეთება ევროკავშირის ელჩს საქართველოს პირველ დიპლომატთან მოუწევს. პაվել ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ელჩის ბრიუსელიდან საქართველოში დაბრუნებისთანავე შედგება. პოლონელი დიპლომატი, რომლის არაერთი განცხადებაც პოლიტიკური დისკუსიის მიზეზი გახდა, საქართველოში მისიას 5 თვეში, სექტემბერში დაასრულებს.